პაციენტი გვიზიარებს თავის გამოცდილებას, 5 წელი ატარა ბრეკეტები და ახლა ნახა რომ არ გასწორდა ასიმეტრია, აქვს ზედაყბა პატარა, ქვედაყბის სიგრძე ნორმაში და უკვე მოიფიქრა ქირურგია. აი როგორ მოიფიქრე ქირურგიის გადაწყვეტილებამდე, შენით მიდი თუ ორთოდონტისგან მიიღეს დარიგება, რომ ქირურგიით უკეთეს შედეგს მიიღები? სავარაუდოდ უკვე მქონდა ასე ვთქვათ ეს გააზრებული, იმიტომ რომ Facebook-ზე და ასე შემდეგ ჩემი პრობლემის შესახებ ყოველთვის ინტერნეტში ვიძიებდი სხვადასხვა ინფორმაციებს და ისიც ვიცოდი წაკითხული მქონდა, რომ ეს ყველაფერი მიიღებოდა ორთოგნათიური ქირურგიით. ეს კიდევ დაახლოებით სანამ ბრეკეტი რო ჩავისვი და ხვდებოდი უკვე რომ შედეგი არ მქონდა, მაშინ დავიწყე ძიება. ეს ბრეკეტები სულ მქონდა ორჯერ ჩასმული და ეხლა კიდევ მესამე გვაპირებ ქალბატონ თეთევანთან ჩასმას. დიდი შრომა დამჭირდა, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურიც. თანდათანობით დამეწყო ჯანმრთელობის პრობლემები. პირველი ბრეკეტები რო ჩავისი, ხედავდი რომ შედეგი არ მქონდა. რამდენი წლის იყო? 17 წლის, დაახლოებით წელიწად-ნახევარი მქონდა. აღარ ვიტყვი, ასე ვთქვათ, ექიმის გამოცდილებაზე, არ ვიტყვი არაფერს, უბრალოდ არ მომეწონა შედეგი, იმიტომ რომ თანდათან ხვდებოდი, რომ ქვედაყბა წინ უფრო იწევდა. იმიტომ რომ 17-დან 19 წლამდე ქვედაყბა უნდა გაზრდილიყო და ეს მოხდა. ხვდებოდი, რომ ჩემს მკურნალობას შედეგი არ ქონდა, რის შედეგადაც მოვიხსენი ბრეკეტები. შემდეგ ჩემი ახლობელის, ასე ვთქვათ, არქრობელმა მიმასწავლა ერთ-ერთი ექიმი, რომელშიც ის თვითონ მკურნალობდა. მას ჰქონდა ძალიან კარგი შედეგი, უბრალოდ ჰქონდა სულ სხვა პრობლემა, რაც ჩემსაც საერთოდ არ შეეხებოდა. დავიწყე იმის იმედით, რომ მითხრეს, რომ არ დაგჭირდება ოპერაცია, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ იდეალურთან მიახლოებული შედეგი იყოსო. ნუ ჩემს მშობლებსაც უფრო უნდათ, რომ ოპერაცია ცოტა მაინც აგერიდებიათ თავიდან. დღემდე ასე ვთქვათ, მაშინ უკვე 18 წლის ვიყავი, ნუ თითქმის, ხო, 18 წლის ვიყავ კი. და 18 წლის ასაკში ჩავისი მეორე ბრეკეტები, უკვე 2024 წელია მიკეთია. მაგრამ ერთი წლის ასაკში შევწყვიტე საერთოდ ჩემ სტომატოლოგთან, ორთოდონტთან უბრალოდ სიარული, რადგან საერთოდ აი არ ვიცი რა გამანადგურა სრული სიტყვის მნიშვნელობით ფსიქოლოგიურად დამეწყო ჯანმრთელობის პრობლემები, სისხლძარღვები მებერებოდა, ყურებში წვილი, ხმაური. დაგეწყო სახსრის პრობლემები. დიახ, აი საერთოდ აი ვერავინ ვერ ხვდებოდა ამ პრობლემას, საერთოდ ვერც კი ვიფიქრები თუ ეს იყო ასე ვთქვათ ბრეკეტების თანხმობის ბრალი. თავბრუს ხვევა, წონასწორობის დარღვევა, საერთოდ მიჭირდა ხალხთან კონტაქტი, თავის ტკივილები, საერთოდ ვეღარც კი ვსაუბრობდი, ყველანაირად გარემო პირობებს მოვწვდი და დაახლოებით, რა ვიცი, 22 წლის ასაკში ვიყავით ჩაკეტილი სახლში და რა მოგხსნა ეს ტკივილები? მოხსნით მომიხსნა იმან, რომ თქვენთან მოსვლის შემდეგ ძალიან ბევრს ვიკვევდი კიდევ ბევრთან დავდიოდი კონსულტაციებზე. თქვენი სახელის რა თქმა უნდა ადრეც ვიცოდი, მაგრამ აი რაღაც იმედი მქონდა, რომ ოპერაციას თითქოს გავურბოდი, არ ვიცი რატო. ისე თქვენთან მოვედი ბოლოს, თქვენ თავიდანვე მითხარით, რომ ოპერაცია იყო საჭირო, მაგრამ ჩემი მშობლების ბრალი, იმიტომ რომ სულ პირველად იყავით ჩემთან, ეგ არ მახსოვს. კი, ვიყავით დაახლოებით 6-7 წლისი. თქვენ პირველივე, ესე ვთქვათ, რომ შევხედეთ, მითხარით, რომ გჭირდება ორთოგნათიური. კი, ახლა დამიბრუნდა პაციენტი, რომელიც 10 წლის წინ იყო ჩემთან, ალბათ იმის ფოტოები მაქვს შენახული და ჩემი არ მახსოვდა თუ ვიყავი. კი. და მოკლედ მოიფიქრე უკვე რომ ოპერაციას იკეთებ. ეს უკვე სილამაზის პრობლემა აღარ არის და აღარც იყო, უკვე იყო ჯანმრთელობაში გადასული, იმიტომ რომ მე საერთოდ ის გადავიღე ტომოგრაფიას კი გადავიღე, იმიტომ რომ რაღაც გვეგონა, რაღაც თავთან იყო პრობლემა, მაგრამ არანაირი პრობლემა, ყველანაირად ჯანმრთელობის მხრივ ვიკვლევდი და არ იყო პრობლემა და ვერ ხვდებოდით, რის შედეგად იყო ეს ყველაფერი. შენი პრობლემა რეზინის ჭიმებით, ქვედაყბას გაჩავდით უკან და ზევით და ამან გამოიწვია ეს ტკივილები, გაბერვა, პულსირებადი ტკივილები, იცის, აი ამ სახსრის უკანა კედელთან და ყურში ხმაური და შვილი და ეს როგორც კი გააჩერა, მოგეხსნა ეს ტკივილები, ხო? თავიდან ეს ყურში წვილი და შვილი ერთ ყურში იყო და შემდეგ უკვე მეორეშიც გადავიდა და ანუ როცა სიცხე. ეხლა მოგეხსნა ეს შვილი და წვილი. ეს არის ორივე ყურში გაჩენილი, მაგრამ
როგორც მანამდეც ქონდა სანამ პრეკეტს დაიწყებდი? არა. აქო. აი საერთოდ არ მქონდა ესეთი პრობლემები. უბრალოდ ჩემ ერთ-ერთმა ნაცნობამ მითხრა, რომ ოდნავ გვერდით მიიწევს ხბაო და ასიმეტრია. ბავშვი ხარო უფრო გასწორდებაო, ასე ვთქვათ, გვეგონა, მაგრამ ასე ვთქვათ, ეს ასე არ ხდება. არა, ბავშვებშიც კი 6 წლის ასაკიდანაც კი ქირურგიული გაფართოება ჯობია. თუ ასიმეტრია არის იმით გამოწვეული, რომ ზედაყბა არის შევიწროებული და ქვედაყბა მარიცის სად დადგეს. და დიახ, და იმასაც დავამატებ, რომ ეხლა თანდათან უფრო ასე ვთქვათ, ჩემი მკურნალობით უფრო წავიდა გვერდით მე როგორც ვატყობ, იმიტომ რომ არ წავიდა და უბრალოდ თუ ფოტოები არ გაქვს გადაღებული საწყისი ფოტოები. თავიდან პაციენტი არ აქცევს ყურადღებას. და მე უფრო აკვირდება. ალბათ მასე. თუ გაქვს საწყისი ფოტოები პროფესიონალურად გადაღებული, როგორც აგერ ჩვენ გვაქვს, მაშინ გაქვს საშუალება რომ შეადარო და სავარაუდოდ მაშინაც გექნებოდა ასიმეტრია. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მქონდა, მაგრამ მე ხომ მგონია, რომ უფრო ასე ვთქვათ, განვითარდა ჩემი აზრით, რა ვიცი, ალბათ. არ ვიცი ასე შეიძლება. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ჯანმრთელობის გამო და რა თქმა უნდა შემდეგ სილამაზის გამო რომ დავიწყო ქალბატონ ქეთევანთან, ქეთიეჩებთან მკურნალობა. დიდ ძალისხმევას მოითხოვს ვიცი, მაგრამ კი, დიდი დრო უნდა, ბევრი ნერვი უნდა და დავით ბახტერიძე უნდა. მაგრამ საერთოდ უკვე ისე ვარ ფსიქოლოგიურად რომ მთელი ნერვი რაც მაქვს დაცლილი მაქვს 3-6-7 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ არასწორ ექიმებთან მიწევდა შეხება. ხო, საერთოდ ან პაციენტმა უნდა იცოდეს რომ უსწორდება მარტო წინაკბილები, გადამჯდარი კბილები და სახის ნაკვთები, ასიმეტრია, ყველაფერი ისევ შენარჩუნდება და მაშინ მარტივია, იმიტომ რომ პაციენტი მოტყუებულად არ გრძნობს თავს, იცის რომ წინა ფრონტალურ კბილებს ისწორებს მარტო, ან თუ ძვალის ზომები არის დიდი ან პატარა, სულ ერთია ზედაყბა პატარა თუ ქვედაყბა პატარა, ოპერაციით უნდა გადიდგეს და ყბა თუ არის დიდი, ასევე სულ ერთია ზედაყბა დიდი თუ ქვედაყბა დიდი, მაინც ოპერაციით უნდა შემცირდეს ზომები. დიახ. მე რა ვიცი, დიდი იმედი მაქვს და ნახოთ რა იქნება. აი შევხვდეთ დავით ბახტურიძეს და განვიხილოთ ჩვენი შემთხვევა.